ოპოზიციაში გადასული ხელისუფლება გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ოზურგეთშიც ცდილობს. საკრებულოს დეპუტატებს მომსახურების ხარჯები სამჯერ გაუზარდეს. ფაქტს ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა არასამთავრობო სექტორის პროტესტიც მოჰყვა. შესაძლოა მალე სასამართლოში სარჩელიც კი შევიდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისთვის გამოყოფილი ხარჯის მოცულობა 200%-ით გაიზარდა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დეპუტატების შენარჩუნებას ცდილობს. როდესაც 2011 წლის ბიუჯეტი დგებოდა, ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იყო საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელფასებზე, პრემიებზე და ხარჯებზე გაწერილი. მაშინ არ გახსენებია ბატონ ალეკო მომეიშვილს, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების ხარჯი გაეზარდა. ჩემის აზრით ეს არის უბრალოდ იმ უმრავლესობის შენარჩუნების მცდელობა და მას გონია, რომ თითოეული დეპუტატი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზის, დამატებული 300 ლარიზე გაიყიდება და ამით შეინარჩუნებს უმრავლესობას. საკრებულოს თითოეულ წევრს თვეში 160 ლარის ნაცვლად ოქტომბრიდან ანაზღაურება 500 ლარამდე გაეზარდა. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნაციონალ დეპუტატებს მეტი мотиваცია სჭირდებათ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ. ეს წერილები, რაც მივიღეთ ფრაქციების ხელმძღვანელებისაგან, ჩვენთვის იყო განხილვის თემა. თავისთავად ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამატებითი და კარგი სტიმული დეპუტატებისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ რომ 1 ოქტომბრის შემდეგ თავისთავად ხელისუფლებაში, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლები მოხვდნენ, ვფიქრობ, რომ მათთან ამ პროგრამების, პროექტების გაგრძელება თუ სიახლეები, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ შემოგთავაზებთ, ამ პროცესებში დეპუტატები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. საკრებულოს გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი. როდესაც 200%-ით იზრდება, ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება, თუ რატომ გახდა ამის საჭიროება. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სახით, რა სახითაც ეყარა კენჭი საკრებულოს ხსდომაზე, არ შეიძლება უბრალოდ მიღებულიყო ეგი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 30 ოქტომბერს მიღებული დადგენილების ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.